დღეს ჩვენ ვიწყებთ ახალ წინააღმდეგობის მოძრაობას, რომელიც იქნება მტკიცე და შეუპოვარი. სინდისის პატიმრების თავისუფლებისთვის. საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრები საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნიან. ისინი 2 აპრილს საქართველოს პარლამენტთან შეიკრიბნენ და განცხადება გაავრცელეს. მოძრაობის წევრების განცხადებით 8-9 აპრილს საქართველოს პარლამენტთან ღამეს გაათენებენ და მოქალაქეებს მოუწოდეს აქციას შეუერთდნენ. როგორც დაკავებული ზვია ცეცხლაძის მამამ ზურაბ ცეცხლაძემ განაცხადა, პატიმრების ოჯახის წევრებისგან შემდგარი მოძრაობა არ მოერიდება არც სტრატეგიული ობიექტების და არც მაგისტრალების ბლოკირებას, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. მოძრაობის წევრებმა პროევროპულ და პროდასავლურ პარტიებს მოუწოდეს, რომ ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გაერთიანდნენ 3 მთავარი მიზნის გარშემო: ახალი არჩევნები, პოლიტიკური და სინდისის პატიმრების გათავისუფლება და ბოიკოტი თვითმმართველობის არჩევნებს. დავიცავთ საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მებრძოლ შვილებს, ძმებს, დებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც იბრძვის იდეისთვის და არ დაუშვებთ მათ უდანაშაულო ციხეში დარჩენას. ვიღებთ პასუხისგებლობას, რომ ბოლომდე ვიბრძოლებთ მათი გათავისუფლებისთვის. მოვითხოვთ ყველა უკანონო პატიმრის განთავისუფლებას, ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დანიშვნას, სადაც ხალხი თავისუფლად გადაწყვეტს საკუთარი ქვეყნის მომავალს. ჩვენ ვუხავთ ყველას, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება და სამართლიანობა. სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკურ პარტიებს, სტუდენტებს, მედიას, ხელოვნებს, მასწავლებლებს, ექიმებს, მთელ საქართველოს. ვიტოვეთ უფლებას მივმართოთ პროტესტის უფრო მკაცრ და რადიკალურ ფორმებს, სახელმწიფო დაწესებულებების პიკეტირებას, საერთაშორისო მაგისტრალების გადაკეთვას, კორუმპირებული ჩინოვნიკების დასანქცირებული და ასევე კორუმპირებული მოსამართლეებისა და პროკურორების, მინისტრებისათვის და სხვა ჩინოვნიკებისათვის ყველგან და ყოველთვის დისკომფორტის შექმნას მოვახდენ.